ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პლაკატების გაშლა საპროტესტო აქციებზე კვლავ შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ევროპის დღისადმი მიძღვნილ მარშზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ აქციის მონაწილეთა ნაწილიც ყოფილი პრეზიდენტის პლაკატების საპროტესტო აქციებიდან გატანას ითხოვს და აღნიშნავენ, რომ იმ პროტესტში მონაწილეობას არ მიიღებენ, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბანერებია გამოფენილი. ნაციონალურ მოძრაობაში მოქალაქეებს მოუწოდებენ ნუ ებრძვიან მიხეილ სააკაშვილის თუ სხვა ადამიანების პლაკატებს, რადგან ახლა ერთიანობაა მნიშვნელოვანი და მათი მთავარი გამოწვევა ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილია. ოპოზიციის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქციის მონაწილეებში არა გამაერთიანებლის, არამედ განხეთქილების ფუნქცია აკისრია. დავძლიოთ ჩვენ თავში სასარგებლო იდიოტობა, ნუ ვებრძვით მიხეილ სააკაშვილის პლაკატებს ან ნებისმიერი სხვა ადამიანის პლაკატს, ვინც შეიძლება არ მოგვეწონოს, ან რაღაცა გამონათქვამს, ან რაღაცა მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე ადამიანის პოზიციას. ეს არ არის დღეს საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა და პრობლემა არის მოღალატური კრიმინალური რეჟიმი. ჩვენ უნდა ავიტანოთ ერთმანეთი, ჩვენ ჭირდებით ერთმანეთს, ჩვენ ჭირდებით საქართველოს. არ გამოვდგები რუსთაველის გამზირზე დაპირისპირებული საზოგადოების არბიტრად თუნდაც სააკაშვილის ფაქტორის გამო, მე ვიცი ერთი რამ, რომ ყოველთვის ყველა სიტუაციაში ვდგავარ იქ, სადაც დასაცავია ჩემი ქვეყნის ინტერესი და სადაც მიმაჩნია, რომ ჩემი პროტესტი იქნება ჯანსაღი. არავინ არ უკრძალავს სააკაშვილის მხარდამჭერებს, რომ წავიდნენ და ცალკე აქციები მოაწყონ, ოღონდ კეთილინებოდა ეს გააკეთონ ცალკე. იმ შემთხვევაში, როდესაც აქცია, პროტესტი უпростоრად არის საერთო და როდესაც იცი, რომ მიხეილ სააკაშვილს და ყველა მიცის ეს, მათ შორის ნაცმოძრაობის წარმომადგენლებმა იციან ზუსტად, რომ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი არის არა გამაერთიანებელი, არამედ პირიქით გამხლეჩავი ეფექტი აქვს და მაინც აი ამ პლაკატებს შლიან და აიძულებენ ადამიანებს, რომ გინდა თუ არა სააკაშვილის პლაკატით უნდა გაგიწვეთ წინ, ეს არის მავნებლობა. კარგია, რომ ინდივიდუალურად მაინც ზოგიერთები ხედავენ, იაზრებენ და აფასებენ იმ წარსულს, რა წარსულიდანაც მოვედით და იმ მართლობას, იმ რეჟიმს, რა რეჟიმის მართველი შემქმნელი წამხალისებელი იყო მიხეილ სააკაშვილი. ზოგიერთები, როგორც ჩანს, ამას იაზრებენ, რაც მისასალმებელია, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ვერ ხედავთ რაღაც ერთიან დიდ მასშტაბურ მიდგომას პარტიების დონეზე მათ შორის, რომ მათ რეალურად გაიაზრეს და საზოგადოებას უპირველეს ყოვლისა მოუხადეს ბოდიში იმ დანაშაულებისთვის, რაც ჰქონდათ ჩადენილი. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილს რა თქმა უნდა თulis კრიმინალად და აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიხეილ სააკაშვილი არის მიუღებელი ადამიანი, რომელიც იყო შემოქმედი იმ რეჟიმის, რაშიც 9 წელი გვაცხოვრეს. შესაბამისად, ეხლა ვიღაცები ფიქრობენ, რომ მოდი ცოტა გავემიჯნოთ, იქნებ ქართველების გული მოვიგოთო, მაგრამ უკვე ძალიან გვიან არის, ვინაიდან ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც იმ აქციებში იღებდნენ მონაწილეობას, სადაც მიხეილ სააკაშვილის ბანერები ფრიალები და ხალბატონი ზურაბიშვილის ბოლო აქცია რო იყო თუ ვარსდები 31 მარტის, სადაც მას ფონს უმშვენებდა, ასე ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილის ორი ძალიან დიდი ბანერი, იქ არავის არ ქონია ამასთან დაკავშირებით პრობლემა. მსახიობმა ეხლა გაარკვია, რომ მიშა სააკაშვილის მხარდასაჭერ და ზოგადად ნაცების აქციაში იღებდა მონაწილეობას. არც მჯერა, რომ ეს ფაქტი მათთვის არ იყო ცნობილი, ვის წისქვილზე ასხამდნენ წყალს ამ არეულობაში მონაწილეობით, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით, თუ არ იციან ხელახალი არჩევნების შედეგად ქართული ოცნების ალტერნატივა ვინ უნდა იყოს და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში აქციის ორგანიზატორებს სწორედაც რომ კრებსითი ნაციონალური მოძრაობა ყავდათ მოაზრებული, მაშინ კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობასთან მქონია ადგილი ამ ადამიანებს საერთოდ ალბათ არ შეუძლიათ რაციონალურად სიტუაციის განსჯა.